ცოცავი ოკუპაციის განახლების შემდეგ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს ახალ შეზღუდვას უწესებს. სეპარატისტთა წარმომადგენელი აჟღერებს მოთხოვნას, რომელიც ეგრეთ წოდებულ საზღვართან მცხოვრებლებს მავთუხლართებთან და ბანერებთან 200 მეტრით დისტანცირებას დაავალდებულებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დე-ფაქტო ცხინვალი გეგმას სისრულეში მოიყვანს, ზოგიერთი სოფელი საბოლოოდ სახნავ სათესი მიწების გარშე დარჩება. ადგილობრივების გარკვეულ ნაწილს კი სახლების დატოვებაც მოუწევს. მოთხოვნა მურად ჯიოევმა ერგნესში გამართულ შეხვედრაზე გააჩღერა. მოლაპარაკებებში ის დღეიდან ჩაერთო. რა განცხადებები მოჰყვა თვითაღიარებული ხელისუფლების წარმომადგენლის მოთხოვნას და რა ვითარება ეგრეთ წოდებულ საზღვრის პირასოფლებში. ნახეთ გიორგი ახალკაცის, მედია ილურიძის და მამუკა მერებაშვილის რეპორტაჟი. მოწარმოებენ აქ სამეურნეო საქმიანობას. მესმის ჩვენ შემთხვევაში 200 და 100 მეტრიც კი გადამწყვეტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. რთულია, მაგრამ რატომ არ უნდა შევეცადოთ აუხსნათ ადგილობრივებს, რომ არ მიუახლოვდნენ და არ გადაკვეთონ ხაზი. ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს და შვეიცარიის ელჩს გიუნტერ ბეხლერს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა შეხვედრაზე საკითხის დაყენებას თხოვა, რომელიც ეგრეთ წოდებულ საზღვართან 200 მეტრის რადიუსში მოსახლეობას მიახლოებას საუკრძალავდა. ჯიოევი ასევე ამბობს, რომ ხაზების დაფიქსირება ზედმეტ პრობლემებს მოხსნის, რასაც არ იზიარებს ოფიციალური თბილისი. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ სწორედაც იმ პრობლემებს, რომელიც ბოლო პერიოდში საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა. ეს უკავშირდება ბორდერიზაციის უკანონო პროცესს, რომელიც აქტიურად გაგრძელდა ივნისის თვეში. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ამ თემაზე დეტალურად ვისაუბროთ. ბორდერიზაციის პროცესი ზოგადად სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარულ ჭრილში, გარკვეულწილად ის ასევე აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებულ საზღვართან 200 მეტრით დისტანცირება მათ მიწის ნაკვეთებზე უარის თქმას და საცხოვრებელი სახლების ნაწილის მიტოვებას ნიშნავს, რადგან მავთუხლართებიდან ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების ნაწილი მცირე მანძილით არის დაშორებული. რა ბედი ეწევაშვილო და უნდა ავიყაროთ აქედან და წავიდეთ. აი ეგ არის ჩვენი მიზანი, მეტი არაფერი. ეხლა ისინიც გადმოსწიონ დარჩეთ მოსახლეობის ფართობები, სახლები და რიხაშვილს ვიყვეთ. მთელი ძირითადი ნაკვეთი გვაქვს იქ, მაგ საზღვრის გაყოლებაზე იქამდე ერგენსამდის ჩვენი ნაკვეთია. 200 მეტრად თუ კიდე მაგას საზღვრი იქიდან აგვიგზავნეს, სადღაც წელკაა გავლებული. ასე იგი 200 მეტრაში იქიდან სახლი გაუგო. იმ საზღვრიდან სახლი მაის ხალხი სადღაც ავიდეს. თუ გამოიშლება ის უბანი და ნელა ჩამოყვებია და ჩამოვლენ ალბათ იქამდე ტრასამდე და დარჩება ყველაფერი მათ. აი გიხნება სხვა იმედი ვიღებ არაფერი. ეს არის ჩემი მიწა და ჩემ მიწას არავის არ დაუთმობ. იმის მიუხედავად, რომ ეგრეთ წოდებულ საზღვართან სულ რაღაც 100 მეტრი აშორებს, არც მიწის და არც სახლის დათმობას არაპირებს დიდში მცხოვრები 82 წლის ვენერა ედიშერაშვილი. ის საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას თხოვს. კეთილ მეზობლურად ვიყავით და ეხლა რა დაერიათ, რა მოუვიდათ, არ ვიცი. გადაეცით იმ ჩვენ მთავრობასა, ნახოს წესიერი ადამიანი მეელაპარაკონ შვილო. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მცოცავი ოკუპაცია გასულ კვირას განაახლეს და ეგრეთ წოდებული საზღვრის მანიშნებელი ბანერები სოფელ ბერშუეთში აღმართეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ 10 ჰექტარი მიწის ფართობი აღმოჩნდა. შექმნილი ვითარება კი კვლავ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზად იქცა. ქართული ოცნების პირობებში, საქართველოს ხელისუფლების პირობებში ნელ-ნელა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ის ეგრეთ წოდებული საზღვარი და ის ტერიტორია, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რაც შეიძლება მწვავე, რაც შეიძლება აქტიური უნდა გახდეს ქართული ხელისუფლება, რაც შეიძლება მეტი ბერკეტი საერთაშორისო ურთიერთობები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მსგავსი ქმედებებისაგან დავიძღვიოთ თავი და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ ვთვლით, რომ საერთოდ არ არსებობს ამის წინააღმდეგ რაიმე ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლებიდან ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაფერს მათ მიერ განხორციელებულ რაიმე ქმედებას თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების თვალსაზრისით თუნდაც შიდა თვალსაზრისით საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადებები გაკეთდა თბილისშიც. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად ყველა მათ ხელთ არსებულ ბერკეტს იყენებს. ეს არის მცოცავი, არამედ ძალიან ღია
და ძალიან დინამიური ოკუპაციის პროცესი, რომელიც 2008 წლიდან მიმდინარეობს, ნებისმიერ მონაკვეთში, სადაც არ უნდა იყოს ეს კავკასიოს ქედის მიღმა, სადაც გადის საქართველოს და რუსეთის საზღვარი. საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ფორმის დაბრკოლების აღმართვა არის ჩვენთვის მიუღებელი. თორსავი ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც შეიძლება აწუხებდეს ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენ საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი, რა თქმა უნდა, მოწოდებულია, რომ მაქსიმუმი გააკეთოს თორსავი ოკუპაციის შესაჩერებლად. ამისათვის პირველ რიგში გამოიყენება ყველა საერთაშორისო ფორმატი, ყველა საერთაშორისო მექანიზმი. ბერშუეთის შემდეგ ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტშიც გამოჩნდნენ. კნოლევი, ცერონისი, ავლევი, ეს ის სამი სოფელია, სადაც მალე სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული საზღვარი მავთუ ხლართებით მოინიშნება.